მოგესალმებით მეგობრებო, უპრეცედენტო რამე მოხდა ეუთომ როგორც ვიცით აამუშავა მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ჯერ ერთ დიდი ტრაგედია გახდა, იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედებულია სულ რამდენიმე შემთხვევაში, ისიც რაღაც საოცარი ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის იყო რუსეთის შემთხვევა, იყო ბელორუსის შემთხვევა, კიდევ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო და საბოლოო ჯამში ეს მექანიზმი მხოლოდ მაშინ არის ამოქმედებული, როდესაც გვაქვს სახეზე არა რაღაც ერთი კონკრეტული დარღვევა, ან კონკრეტული დღის ინციდენტი, არამედ სისტემატიურად მთელი ასე ვთქვათ პერიოდის მანძილზე განგრძობითად ხელისუფლება, მთავრობა არღვევს ადამიანის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს. ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული ანგარიში, დოკუმენტი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შედეგად შექმნილი, სადაც დღეს ყველამ დავინახეთ, რომ დადასტურდა დოკუმენტურად ფაქტობრივად ის დარღვევები, რომელიც არსებობდა მთელი ამ ბოლო წლების მანძილზე, რაზეც ჩვენ საუბრობდით და მიმართვა გაკეთდა საერთაშორისო სისხლის მათ შორის სასამართლოს მიმართ და ასევე ქიმიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ტრიბუნალის, გაეროს ტრიბუნალის მიმართ და მოთხოვნა არის ის, რომ მათ დაიწყონ გამოძიება კონკრეტულ დარღვევებზე, რომელსაც კონკრეტული მტკიცებულები არსებობს და ექსპერტების დასკვნები, ინტერვიუები და ძალიან ბევრი მასალა არის, ფაქტობრივი მასალა არის, მათ შორის მოცემული აი ამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შედეგად მიღებულ ანგარიში. ეს არის მართლაც რომ უპრეცედენტო დასკვნა, კიდევ ერთხელ ვმეორებ, ივანიშვილის ოცნების წინააღმდეგ, უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაც უკვე მზადდება ფაქტობრივად, იმიტომ რომ ასეთი მექანიზმის ამოქმედების შემდგომ, როცა ხდება მიმართვა კონკრეტული ორგანოების მიმართ და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიმართ, უკვე მე ხდება ხოლმე კონკრეტული საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, მათ შორის ტარგეტირებული სანქცირება ხდება ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უფლებების დარღვევაში იყვნენ დამნაშავეები და რომლებიც იყვნენ მთავარი ამსრულებლები ამ დარღვევების და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი და 21 საუკუნეში კარგად ხედავთ, რომ საერთაშორისო კრიმინალი, საერთაშორისო დანაშაულები აბსოლუტურად არც ერთ აქტორს არ ეპატიება, საერთაშორისო სამართალი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება აღმოჩნდა მაინც გამძლე, უნარიანი, როდესაც სახეზე გვაქვს დარღვევები საერთაშორისო სამართლის უხეში პრინციპი